აგრესიული და უპასუხისმგებლო ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას არასაპარლამენტო ოპოზიციაში სააფასებენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქართული პარტიის ლიდერის განცხადება სისხლის ზღვრასთან და დაუნდობლობასთან დაკავშირებით მათთვის მიუღებელია. ოქრუაშვილის განცხადებას მისივე თანაპარტიელი ეროსი კიცმარიშვილიც გამოეხმაურა. კიცმარიშვილი ადასტურებს, რომ ქართული პარტია აპირებს ყველა მეთოდით იბრძოლოს არსებული ხელისუფლების გადასაყენებლად. კიცმარიშვილმა დღესვე ამერიკის ადმინისტრაციის ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში ცეკას ინსტრუქტორების საქმიანობა შეადარა. მოკლე პერიოდში. და არასაპარლამენტო ოპოზიციაში გაკეთებული კომენტარები დღეს ქეთი ბოჯგვა მოისმინა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგურთვება. ქეთი, გისმენთ პირველ რიგში, რას აცხადებს ოქრუაშვილის თანაპარტიელი ეროსი კიცმარიშვილი? როგორც ეროსი კიცმარიშვილი, ასევე ლევან გაჩეჩილაძე ადასტურებენ, რომ ისინი მთლიანად იზიარებენ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ვაშინგტონის მისამართით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ აქციებზე უნდა გამოიყენებული იქნას ყველა მეთოდი და ოპოზიცია უნდა იყოს დაუნდობელი. ამ ხიში გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს გაჟღერდა არანაკლებ მწვავე ეპითეტები და არანაკლებ მწვავე ბრალდებები ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისა და მისი საელჩოს მიმართ, ვიდრე ეს განაცხადა გუშინ ირაკლი ოქრუაშვილმა. მაგალითად ეროსი კიცმარიშვილმა, რომელიც მთელი ბრიფინგის განმავლობაში საუბრობდა ქართველი ხალხის სახელით, შეადარა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა და მისი საქართველოში წარმომადგენლობის ქმედებები ცეკას ინსტრუქტორების ქმედებებს და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ნება ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა. ამ ნებას ეროსი კიცმარიშვილის განცხადებით ქართველი ხალხი დააფიქსირებს ამერიკის წარმომადგენლობასთან აქციის დროს. ასევე ქართველი ხალხის ნებას უწოდებს ეროსი კიცმარიშვილი იმას, რომ ყველა მეთოდით საპროტესტო აქციებზე გამოყენებული ყველა მეთოდით საქართველოს ხელისუფლება უნდა გაიგზავნოს მოუსავლეთში, როგორც თავად განაცხადა ეროსი კიცმარიშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ იარაღი იქნა გამოყენებული, ეს მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება. არანაირი სურვილი არ მაქვს, არც მე და არც ქართული პარტიის ლიდერებს და მე მგონი ქართულ ხალხს, რომ ეგრეთ წოდებული ცეკას ინსტრუქტორები შეიცვალონ სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქტორებით. არანაირი სურვილი არ მაქვს, არც მე და არც ქართულ ხალხს, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყოს ის ადამიანი, ვინც წყვეტს საქართველოში პროცესებს. ეს არის ჩვენი კატეგორიული პოზიცია, ეს არის ქართველი ხალხის კატეგორიული პოზიცია. ვინც თulis, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გაუშვას ეს რეჟიმი, იმედგაცრუებულები არ დარჩენ. ეს არის ჩვენი მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული. ყველაფერს, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული. ყველაფერს, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული, რომ შვიდობიანად სახალხო პროტესტის გზით ეს რეჟიმი მოუსავლეთში გაუშვათ. ჩემი პოზიცია არის რა პოზიციას დაფიქსირდა. ამერიკამ როგორც საქართველოს ქვეყანამ, რომელიც პატივსცემს ადამიანის უფლებებს, პატივსცემს თავისუფლებას, კერძო საკუთრების უფლებას და ასე შემდეგ, თვლი რომ უნდა დაიჭიროს ის პოზიცია, რაც უჭირავს მთელ მსოფლიოში. საზოგადოება, ხალხი არის უპირველეს ყოვლისა. ბუნებრივია ირაკლი ოქრუაშვილისა და მის თანაგუნდელების განცხადებებს უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. ერთ-ერთი მათგანი, ვინც გამოეხმაურა ქართული პარტიის პოზიციას, იყო ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის ექს-თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ამით ქართულმა პარტიამ ამ განცხადებებით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და ხელისუფლებასთან დაპირისპირებით აჩვენა, რომ ის ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. გუშინდელმა განცხადებებმა სამწუხაროდ დაადასტურა ის ეჭვი ძალიან საფუძვლიანი, რაც ჩვენ გვქონდა და ნიღაბი ჩამოხადა ქართულ პარტიას და მის ლიდერებს. გუშინ ძალიან ათლად გამოჩნდა, რომ ქართული პარტია თამაშობს სააკაშვილის თამაშს. ფსევდოოპოზიციის მთავარი მიზანია, რომ დააბნიოს ხალხი, გაუგებრობა და უიმედობა შეიტანოს ხალხში. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების და რეჟიმის სახალხო კრების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სერიოზული ნაწილი. განცხადებები გააკეთეს არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც, მათი უმეტესობა მკვეთრად უარყოფითად აფასებს იმ განცხადებებს, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა ამერიკის ხელისუფლებასა და საელჩოსთან დაკავშირებით. მაგალითად, რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ეს არის არა მარტო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება და ქმედება.
ახალ მემარჯვენეებში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ოქროაშვილის განცხადება არის და წარმოადგენს პარტიის პოზიციასა და პოლიტიკურ პლატფორმას, იმ შემთხვევაში თუ ის მართლაც უპირისპირდება ამერიკის საელჩოს და აცხადებს, რომ საუბრობს სისხლისღვრასა და დაუნდობლობაზე, ამ შემთხვევაში ივლება მკვეთრი წყალგამყოფი ახალ მემარჯვენეებსა და ქართულ პარტიას შორის. სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმა ასევე გააკეთეს კომენტარები და აღნიშნეს, რომ ისინი ნაკლებად ვარაუდობენ, რომ ქართულ პარტიას აქვს რესურსი მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვის. ამ განცხადების გაკეთება არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ. ეს არაა მიმართული საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება აქციებს. მე ვიცი, რომ აქციებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებთან მე მოჰყოლია მაგალითად კიდევ უფრო უარესი ამ საელჩოებთან. მე ვერ მივესალმები ასეთ აქციას. მე კარგად მახსოვს, რისთვის იყო კიდევ გზად ბატონი ირაკლი ოქროაშვილი თავის დაპატიმრებამდე წინა დღეებში ჩვენ მას ხვდებოდით და გვისაუბრია. მაგრამ ადამიანი ყოველთვის ვერ ასრულებს იმ დაპირებებს, რომელსაც აცხადებს. არ ამგონია, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს შეიცავდეს. თუმცა თავისთავად ასეთი მზადყოფნის გამოცხადება სასიამოვნო არ არის. ირაკლი ოქროაშვილი, ეროსი კიწმარიშვილი, მიხეილ სააკაშვილი არიან წარსულის პოლიტიკოსები, რომელთაც არ შეუძლიათ არაფერი კარგის გაკეთება ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ სააკაშვილის და მის ხელისუფლების შეცვლას გონებით და არა ემოციებით ვეპრობთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრდებით, რომ ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება, მაგრამ ეს ხდება მიზანმიმართული, ეს ხდება თანმიმდევრული და პრაგმატული. ირაკლი ოქროაშვილის გუშინდელი განცხადება იყო უპირველეს ყოვლისა ღია და აგრესიული გალაშქრება საქართველოს სახელმწიფოს დასავლურ კურსთან მიმართებაში. მეორეს მხრივ ეს იყო გაჯერებული გამოსვლა უპასუხისმგებლო განცხადებებით სისხლისღვრასთან და დაუნდობლობასთან დაკავშირებით. თუკი ირაკლი ოქროაშვილის გუშინდელი განცხადება არის ქართული პარტიის პოლიტიკური კურსის სტრატეგიის მატარებელი, მაშინ ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ახალ მემარჯვენეებსა და ქართულ პარტიას შორის არსებობს მკვეთრი პოლიტიკური წყალგამყოფი. ჩვენი პარტია თავისუფალი საქართველოს მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ იმ აქციებში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული და ხელისუფლების შეცვლაზე იქნება ორიენტირებული. ირადად მე როგორც ჯარისკაცი ერთი შეუძლიათ რომ გამომიყენო. თუ ეს იქნება კიდევ ერთხელ ვიძახი რევოლუციური მოქმედებები და ეხა ხალხი მოვიდეს, კიდევ ერთხელ შეიკრიბოს, მიტინგი გაიმართოს და მე ხალხის სახლებში წავიდეს, ეს მე ვფიქრობ უფრო ხელისუფლების წისქვილზე ასხავს წყალს ვიდრე ოპოზიციისაზე. ყველანაირი საშუალება, რა ვიცი, როგორ უნდა გამოიყენოს, ატომურ ბომბს ხوار გამოიყენოს. არ ვიცი, ახლა ჯერჯერობით ჩვენ ქართული პოლიტიკოსების ბაქაბუქი გვესმის და ტრაბახი ძირითადად. შედეგად ჩაფლევებას ვიღებთ. იმედია ეს მდგომარეობა გამოსწორდება და ჩვენ პირველი დაუკრავთ წაში. ასეთი იყო ირაკლი ოქროაშვილის თანაგუნდელებისა და მათი ოპოზიციონერი კოლეგების პოზიცია ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რაც შეეხება უკვე თავად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას. თავად ელჩი ჯონ ბასი არ იმყოფება საქართველოში, თუმცა შეერთებული შტატების წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი აქციები და დემონსტრაციები, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი.